მე ვარ ანიტა კახიძე 11 წლის. სწავლობ ნიკის სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, მუსიკა და ხატვა. ამ სამიდან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 5 წელია ვცეკვავ ანსამბლ ლაშქარში. მახსოვს პირველი დღე ლაშქარში რომ მივედი, არავის არ ვიცნობდი და ნერვიულობდი. პირველად გავიცანი მასწავლებლები და შემდეგ ბავშვები. მყავს 3 ქორეოგრაფი, თაკო გოციძე, ლაშა გოგიტიძე და მარი სალქვა. ყველაზე მხიარული არის საკო მასწავლებელი. ყველაზე სერიოზული და მომთხოვნი ლაშა მასწავლებელი. მარი მასწავლებელი არის ყველაზე ლამაზი და დახვეწილი. თაკო რო ეწყინება. თაკო მასწავლებელი ძალიან ლამაზია. ცეკვაში ყველაზე ერთულია ახალი ილეთების სწავლა. ძველი ილეთებიდან ძნელია გადმოწყობა. ყველაზე ადვილი არის ძველი ილეთების გამეორება. ჩემი საყვარელი ცეკვა არის მთიულური. საყვარელი ილეთი არის ტრია. უკვე გქონდა 7 კონცერტი და 3 გასტროლი. ყველაზე კარგად ამახსოვრდა ალანიის გასტროლი. კარგადაც გავერთეთ და კარგადაც ვიცეკვეთ. შემდეგი კონცერტი მინდა მქონდეს ბულგარეთში. ჩემი გეგმა არის, რომ ვიცეკვო მთელი ჩემი ცხოვრება. პენსიაზე რო გავალ, მაშინაც ვიცეკვე. მე ასევე მიყვარს სიმღერა და მუსიკა და ვარ ანსამბლ ჰანგების წევრი. ვუკრავ ფანდურზე და ეს ინსტრუმენტი იმიტომ ავირჩიე, რომ არის ქართული ხალხური საკრავი და ჩემთან ძალიან ახლოს. ჩემი საყვარელი სიმღერა არის ფანდურზე თუ ზოგადად. ჩემი საყვარელი სიმღერა არის Beautiful Boy. Close your eyes, have no fear. The monster's gone, he's on the run and your dad is here. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ მყავს ძალიან მხიარული მასწავლებლები და კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის გიორგი ლამპარაძე. ყველაზე ჭკვიანები ვართ მე და ემილი არძენაძე. ყველაზე ცელქი არის ალექსი აბაშიძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ნუცა ქობულაძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი პრანჭია და მეგობრი. ვარ ლამაზი გოგო და მიხდება გაპრანჭი. გაპრანჭვის მერე ყველაზე მეტად მიყვარს სტუმრობა დარინა ბიცოლას. ვგრძნობ განსაკუთრებით ვუყარო და მეც განსაკუთრებით მიყვარს. ჩემი საყვარელი საგანი არის ინგლისური. საყვარელი მასწავლებელი ელიან ლუმენაიშვილი. ის ყოველ გაკვეთილზე გვამხიარულებს, გვეხუტება და გვათამაშებს. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე სტომატოლოგი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი პრინცესა ელზა. მე იმიტომ გადავიფიქრე, რომ ისედაც პრინცესა გოგო ვარ. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, რადგან მინდა ვიყო დამოუკიდებელი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო და 2 და. კიდე მინდა მყავდეს 1 ძმა. ჩემი უფროსი და არის 13 წლის და ქვია ნუცა. ის არის ლამაზი და ჭკვიანი გოგო. ჩემი აზრით, ნუცა რო გაიზრდება, გამოვა მასწავლებელი. უმცროსი და არის 1 წლის და ქვია მარია. ის არის ცელქი, წუწუნა და საყვარელი. მარია ალბათ გამოვა მოდელი. მამიკო არის მშრომელი, სიმპათიური და სიტყვის კაცი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, განათლებული და კარგი დიასახლის. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი პატარა ლეიკოს. გარეული ცხოველებიდან სახლში მინდა მყავდეს ციყვი. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ანიტა რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე ანიტა რომ არ მერქვას, ალბათ მერქმევოდა ლიზი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ესეთ შეკითხვას. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში? მე მაგალითად კოსმოსში გავფრინდებოდი მამიკოსთან ერთად. ბედნიერება არის დის სცენაზე ცეკვა და საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.